ჩვენ კი მივესალმებით იმედი ლაივის სტუმარს გიორგი ჩაკვეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შემოგვიერთდა სტუდიაში. გიორგი, მადლობას გიხდით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. იმედი ლაივის სტუდიაში მობრძანებისთვის, როგორც ხედავთ, საკმაოდ მწვავე ღამე არის, ისევე როგორც წინა დღეების განმავლობაში და თქვენი შეფასება არის საინტერესო. რა არის მიზანი ამ აქციების, იმიტომ რომ ყველა ხდება, რომ ჩვეული ფორმა რაც არის და უშუალოდ მოქალაქეების მხრიდან და მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან თავისი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება და აზრის გამოხატვა, ეს უკვე აი ამ ჩვეულ დემოკრატიულ ფორმას ხდება. რა დგას, რა სცენარი, რა ჩანაფიქრი დგას აი ამ მოვლენების მიღმა. მადლობა მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ვიმყოფებით ტელეკომპანიაში, რომელმაც ნაცმოძრაობის დროს განიცადა რეკეტი დარბევა და დღესაც ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ჟურნალისტებს შეუშალონ ხელი უკვე უშუალოდ ქუშაში მუშაობის დროს და სოლიდარობა თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც ამ მძიმე პირობებში უწევს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში ჩართვა, სხვადასხვა სიუჟეტების გაკეთება, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის და დასაფასებელია. ეს ადამიანები, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იმავე ცდილობენ, რომ უკვე გააკეთონ ოპოზიციაში ყოფნის დროს, მაგრამ ხედავთ, რომ ძირითადად არ გამოდით ეს და სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, თითოეულ მსგავს დარღვევაზე იქნება შესაბამისი რეაგირება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი ევროპული განვითარება. ჩვენ ახლა ვხედავთ გამოცხადებულ ქრონიკას, რაც შეეხება იმას, როგორ გადაატრიალონ ქვეყანა, როგორ მოაწყონ ამ ქვეყანაში კიდევ ერთი არეულობა, რაც მჯერა რომ არ გამოვათ. ამის პირველი მცდელობა იყო ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პერიოდი იყო საკმაოდ მშვიდი, მათი გეგმები უკვე წინასწარვე გაცხადდა. მათ ფაქტიურად არ ჩაუტარებიათ საარჩევნო კამპანია, შესაბამისად ჩვენ გვჯეროდა და ვიცოდით, რომ ისინი ემზადებოდნენ უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის. და ჩაგიკითხებით, ჩვენ გვესმოდა წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში მართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ეს ფრაზა, რომ ოპოზიცია არ ემზადება არჩევნებისთვის, არამედ ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. ამ სცენარზე იყო მაშინ საუბარი და გათვლა იმაზე, რომ პრაქტიკულად არ ექნებოდა მნიშვნელობა ოპოზიციისთვის, რა შედეგი დაიდებოდა, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჩანაფიქრი სხვა ჰქონდათ. მათ შეიძლება დღეს უკვე დადასტურებულად ამ სცენარზე საუბარი. ეს ნამდვილად ასე არის, ამას ადასტურებს ფაქტები. ფაქტობრივად საარჩევნო კამპანია, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე აღარ არის საუბარი, არ ჩაუტარებიათ ამ ადამიანებს, შეხვედრებსაც კი არ ატარებდნენ მოქალაქეებთან, თან ამ ყველაფერს აკეთებდნენ იმ ფონზე, რომ გვარწმუნებდნენ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე წარმატებულად ჩატარებული არჩევნები და ვერავინ ვერ გაიგებდა, ვინ ვის მისცა ხმა და მათი ეს სიტყვები დაუდგათ წინ, ამოატრიალეს სიტუაცია და ეხლა გვიხატავენ თითქოს, რომ ბიულეტენმა გაჟონა, რაც წარმოუდგენელი სიცრუე არის, გვედავებიან, რომ თითქოს 300,000 ხმა გაყავდა, რასაც ეუთოდირი ცალსახად არ ადასტურებს და ის შუალედური ანგარიში, რომელიც იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე პოზიტიური იქნება საბოლოო ანგარიშიც, ამას ადასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე გაგზავნილი წერილი, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოწოდებები და განცხადებები. ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაწერილი სცენარი, რომ მას შემდეგ, რაც უკვე იცოდნენ, რომ აგებდნენ არჩევნებს, ამის შემდეგ უკვე ქუჩაზე გადაეწყობოდნენ, თუმცა როგორც საპოლიციო ძალები, თითოეული ის სამსახური, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე მუშაობს, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე მუშაობს, ამისთვის ამ ადამიანებს ეკუთვნით მადლობა. ისინი დღეღამეს ათენებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება იყოს შეუქცევადი. შესაბამისად, ეს პროცესები გაგრძელდება. ასე სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე. მე თქვენ როგორც აღნიშნეთ კითხვის განმავლობაში, საუბარი არის მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აგიტაციაზე, რაც კანონით არის აკრძალული. მე გუნდის შიგნითაც მქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი, მათ შორის სამინისტროსთან მქონდა საუბარი. ის რომ ფაქტია, რომ სახეზე არის კანონის დარღვევა, ეს ასე არის. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო მოყუროს, როგორ ხდება მათ შორის სკოლებში აგიტაცია, როგორ შეიძლება რომ ხდებოდეს უნივერსიტეტებში აგიტაცია. ჩვენ ვნახეთ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის, რომელიც უკვე არის ფაქტობრივად ვადაგასული პრეზიდენტი და მისი 14 დეკემბერს მოხდება მისი გადარჩევა და უკვე 29 დეკემბერს იქნება ახალი ღირსეული ჩვენი პრეზიდენტის ინაუგურაცია. დაუშვებელია აგიტაცია. მანიპულირება, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი და სრულიად მიუღებელი ფაქტი, მაგრამ ასევე საინტერესოა, რატომ იყენებენ აი ამ ხერხს? ანუ რისი მიღწევა? ეს არის ემოციებზე თამაში საზოგადოების, თუ რამე სხვა ჩანაფიქრია იქ, როდესაც ხდება აი ესეთი ძალიან არაკეთილსინდისიერი მეთოდის გამოყენება პროტესტის, ასე ვთქვათ, ასაწევად, ხო? პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ქვეყანაში განვითარებულ ცივილიზებულ ევროპის შემადგენლობაში ყოფ ქვეყანაში არ მოხდება მსგავსი, არ დაუშვებს სახელმწიფო იმას, რომ აგიტაცია მიმდინარეობდეს სკოლებში.
მიტინგებში, აგიტაცია მიდიოდეს უნივერსიტეტებში, ამ მხრივ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები აუცილებლად მიღებული, არავინ არ აპირებს რომ ამაზე თვალი დახუჭოს, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მეც პირადად მწერენ, ჩვენი პარტიის მხარდამჭერები წერენ, რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს უყურო, მაგრამ ჩვენ მოუწოდებთ, რომ რა თქმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არც ერთ შემთხვევაში ამ ადამიანებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას რაც ჭირდება, ეს არის არეულობა და ეს არის დესტაბილიზაცია და ჩვენ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა არ შევუწყობთ. თავარია აღშფოთდნენ თავად მშობლები, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა და მათ შვილებს საპროტესტო აქციაზე ეპატიჟებოდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ჩვენ ვნახეთ მათ შორის ჩვენ არხზე გავიდა არაერთი განცხადება მოსწავლეების მშობლების, რომლებიც აპირებენ რომ ბოლომდე მიყვნენ ამ საქმეს და მათ შორის დააყენონ სხვადასხვა პირის პასუხისგებლობა, თუ კი ეს იქნება შესაძლებელი სამართლებრივად, რა დონეზეც კი იქნება შესაძლებელი, რადგან მათთვის ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, არ იცოდნენ ამ ფაქტის თაობაზე და ბუნებრივია მშობლის თანხმობის გარეშე არასრულწლოვნების მონაწილეობა პოლიტიკურ მანიფესტაციაში ეს არის სრულიად გამაოგნებელი რამ. გეთანხმებით აბსოლუტურად შეუძლებელი არის რომ ევროპის სახელით მოდიოდე, ევროპის სახელით გვესაუბრებოდე და ჯერ ერთი ნაცმოძრაობის გვერდით იდგე, რომელიც საერთოდ ევროპასთან არანაირ კავშირში არ არის, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისევე უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს, როდესაც ყოველთვის ცდილობს, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ქვეყანაში, შესაბამისად, როდესაც ეს ადამიანები დგანან ნაცმოძრაობის გვერდით და მათი ხელით ხდება პოლიციელების დაწვა, მათი ხელით ხდება შენობების დაწვა, ცეცხლის წაკიდება, სხვადასხვა ნივთების სროლა, რაც იწვევს მათ შორის ჟურნალისტების ჯანმრთელობის დაზიანებას. ამ ყველაფერს არ ვაპირებთ რომ უყუროთ, შესაბამისი რეაგირებები ხორციელდება, შეიძლება არსებობდეს გარკვეული გადაცდომები, რასთან დაკავშირებითაც აუცილებლად მიმდინარეობს გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი რეაგირებები აუცილებლად სამართლებრივ მოყვება ამ ყველაფერს, თუმცა შეუძლებელია რომ გვესაუბრებოდე ევროპის სახელით და ცეცხლს უკიდებდე შენს დედაქალაქს, რომელმაც მსგავსი პროცესები უკვე არაერთხელ გამოიარა. შეიძლება 15 წლის არის ადამიანი ზოგადად საარჩევნო პერიოდში და ასევე პოლიტიკურ პროცესებში შეუძლებელი არის და არ არის კანონით დაშვებული, რომ არასრულწლოვანი ჩაერთოს, მაგრამ შეიძლება არ ახსოვს ხო ამ ადამიანს, რას აპროტესტებს ახლა. გვესაუბრება ევროპის სახელით და რეალურად ცეცხლს უკიდებს თავის ქალაქს, იმ ქალაქს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მე მჯერა რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამ ყველაფერს გაიგებს, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, უბრალოდ მივდივართ ევროპისკენ ღირსებით, ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი ეროვნული ფასეულობებით, რაც მათ შორის გამტკიცებული არის უკვე ზოგად განათლებაში, ჩვენ მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლის მთავარი მიზანიც არის ეროვნული სულისკვეთებით აღზარდოს მოქალაქე, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, თითოეულის გადაცდომა და დარღვევა, რომელიც მათ შორის სკოლებში ხდებოდა, რაც მათ შორის უნივერსიტეტებში ხდებოდა, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება აუცილებლად განხორციელდება. გახსენეთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ არის ცალკეული შენიშვნების გარდა იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც მრავალი ათასი დამკვირვებლით აკვირდებოდა ამ არჩევნებს, ახლა მხოლოდ ეუთელს არ გულისხმობს. რეკორდული მაჩვენებელი იყო დამკვირვებლებიც იყვნენ, მაგრამ აი ესეთი უცნაური რამ მოხდა, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს იყო გახარია და ასევე თუ არ ვცდები ნიკა გვარამია, რომელიც ამბობდნენ, რომ ეუთოს შეფასებას მათთვის მნიშვნელობა არ ექნება. წინასწარ კეთდებოდა, ესეთ გზავნილი ვრცელდებოდა, რომ ეს არ იქნება გადამწყვეტი და დღეს კი გვეუბნებიან, რომ თავარი არის ხალხი როგორ იღებს არჩევნების შედეგებს და არა ის თუ როგორ აფასებენ მას საერთაშორისო დამკვირვებლები. რა შეგიძლიათ თქვათ ამას, ჯერ თავად აი ამ მოსაზრებაზე, რომ არა დამკვირვებელი, არამედ რაღაც გარკვეული ჯგუფი საზოგადოების აფასებს არჩევნებს და შემდეგ აი რამდენად ახლოს არის და უშუალოდ იგივე ხალხის აღქმასთან ის რაც ხდება ახლა რუსთაველის გამზირზე თბილისის ქუჩებში. შეიძლება ეს მთელი ქვეყნის და ერის რეაქციად შეფასდეს, ასე ვთქვათ, შეიფუთოს. მადლობა ამ კითხვისთვის. კოლექტიური ნაცმოძრაობის 4-ვე დანაყოფს, რომელმაც მოახერხა და ძლივს გადალახა 5%-იანი ბარიერი, რაც დარჩენი არის, რომ ქუჩაში იყოს. ეს ხალხი არის ქუჩის ოპოზიცია და რეალურად ქუჩაში ხალხიც ვერ გამოყავთ. ხედავთ, რომ დღითი დღე ადამიანების რაოდენობა, რომელიც აპროტესტებს ეგრეთ წოდებულ შეჩერებას ევროპული ინტეგრაციის, რაც წარმოუდგენელი სიცრუე არის, როგორც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით იყო, რომ თითქოს რა არ დაუძახეს ამ კანონს. შესაბამისად, მათი მიზანი, როგორც ჩანს, არის არეულობა და დესტაბილიზაცია. მაშინ, როდესაც არ გინდა გაიგო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტული
ორგანიზაციის დასკვნა, ეს არის EUTO ODIHR-ი, ასევე არ ითვალისწინებს საპარლამენტო ასამბლეის EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოწოდებებს, მათ შორის დღეს ვნახეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამ ხელს ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს ვადაგასულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ ითხოვდა სალომე ზურაბიშვილი მისგან, რომ არ მომხდარიყო არჩევნების აღიარება, ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის ქვეყნის მთავარი ეროვნული ინტერესების ხალატი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენმა მოქალაქეებმა ღირსეული არჩევანი გააკეთეს 26 ოქტომბერს და ამ პროცესების განმავლობაში ჩვენი საზოგადოება იდგება ღირსების მხარეს და არ დაუშვებს, რომ რაიმე ისეთი ყევა მოხდეს ქვეყანაში, რომლისგანაც გამოსავალი იქნება ძალიან რთული. სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, ამ კუთხით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და რაც ყველაზე მთავარი არის მთელი ამ პროცესების მიზანი, ხო, საბოლოო ჯამში არის, რომ მოხდეს არჩეული ხელისუფლების დამხობა, რომელიც შემდეგ გადაწყვეტს სხვა ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული, რომელიც მოვა ამ ხუნტით სათავეში, ეს მათ მითებში, რა თქმა უნდა, რომ ჩართოს ქვეყანა ომში. ჩვენ ამ ყველაფერს არ დაუშვებთ, შევეწინააღმდეგებით ჩვენი ჯანმრთელობის ფასადაც რო გახდეს ეს საჭირო, მათ შორის ნერვების ფასად რომ გახდეს საჭირო, ჩვენ ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგებით, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ქართული ოცნება არის ფაქტობრივად ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ხელშესახებ შედეგებს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მათ შორის უვიზო მიმოსვლა. ჩვენ პირველად საქართველოს ისტორიაში მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, შემდეგ დაგვაყვედრეს, მაგრამ მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი და ზუსტად 28 ნოემბერს რა განცხადებაც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვეხვეწოთ ისეთი რამ ევროკავშირს, რაც ისედაც დიდად სურათს არ ცვლის, თუ კი მზად არიან ხვალვე გაგვიხსნან მოლაპარაკებები და მზად ვართ, რომ ამ მოლაპარაკებების დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი. სხვა შემთხვევაში 2030 წლამდე გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას და გვაქვს მთავარი მიზანი, რომ 2028 წლისთვის გქონდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 90%-მდე ვალდებულების შესრულება. ამ ყველაფერს საზოგადოება აფასებს და დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ჩვენი მხარდამჭერები 1,120,000-ზე მეტი ადამიანი, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებს იმას, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ეს არის საბოლოო ჯამში მიზანი საიდანაც ჩვენ მივდივართ. უბრალოდ განსხვავება სხვა ჯგუფებთან შედარებით არის ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ღირსეულად და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ვაზიანებთ. საზოგადოება მისიც კარგად იცის, რომ მართლ გუნდს აქვს მოლოდინი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის, გაჯანსაღების, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამაზეც გვისაუბრებ, მაგრამ ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო განცხადება მინდა გავაცნო მაყურებელს. კიმბერლი ლოუ, რომელიც გახლავთ ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენელი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ის შეიძლება დასახელდეს ევროკავშირში ადმინისტრაციის წარმომადგენლად, ამბობს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად. ჩვენ გსურს დაგეხმაროთ ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში გარკვეული ქმედებები უსამართლო იყო საქართველოსთან მიმართებაშიო. ის ამბობს, ბუნებრივი ირაკლი კვებახიძეზე საუბრობს ამ შემთხვევაში და ჩვენ ვხედავთ, რომ არის განსხვავებული აზრი შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ეს გამოიხატება დღეს მოქმედ ადმინისტრაციასა და სავარაუდო მომავალ ადმინისტრაციას შორის, აი კიდევ უფრო მყარდება თუ არა ეს მოლოდინი, იმიტომ რომ ოპოზიცია ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი ამ საკითხთან მიმართებაში და ისინი ამბობენ, რომ არაფერი საქართველოსთან მიმართებაში არ შეიცვლება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. აი რეალურად რა სხვაობა იქნება? ეს არის ამ ძალების სურვილი და ილუზია. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას და თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციასთან, რომელიც ინდივიდუალურ დონეზე, რა თქმა უნდა, არსებობს, მათ შორის ამ ხალბატონის განცხადება ძალიან პოზიტიური არის, რომ გავრცელდა, თუმცა უკვე გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომელმაც ეს განცხადებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიური მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ, ის რომ ურთიერთობების გადატვირთვა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ესეც ფაქტი არის. ჩვენ ხუმრობდით კიდეც გუნდში, რომ ის კამპანია, რომელიც აწარმოა ტრამპმა და მისმა გუნდმა, ფაქტობრივად ის კამპანია იყო, რაც ქართულმა ოცნებამ აწარმოა, ეს შეეხებოდა ოჯახურ ღირებულებებს, ეს შეეხებოდა არასრულწლოვანთა დაცვას, მშვიდობას. იყო აბსოლუტურად იდენტური
დიპლომატიური გზავნილები, ასე რომ ძნელი ამის არ შემჩნევა. ის რომ ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, ურთიერთობები თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს, ეს არის ფაქტი, ჩვენ აქტიური მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ და არ ვაპირებთ იმას, რომ რაღაც გაურკვეველ ჯგუფებს ეს ქვეყანა დაუთმოთ და ამ ქვეყანაში მოხდეს კიდე ერთი არეულობა და გადატრიალება. ეს არის წარმოუდგენელი, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მათ შორის ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს შეეხებოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სადაც ბატონმა ბორელმა, რომელსაც უკვე აღარ აქვს ის მანდატი, რომელიც ჰქონდა, ახალი შემადგენლობა არის მათ შორის ევროკომისიაში, წარადგინა დოკუმენტი, რომელიც რბილად რო ვთქვათ, არ იყო სერიოზული დოკუმენტი, ეფუძნებოდა დეზინფორმაციას, ეს შეეხებოდა ქართული ოცნების ლიდერების წარმომადგენლების სანქცირებას და ეს შეეხებოდა უიზო მიმოსვლის შეჩერებას და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ 4 ღირსეული ქვეყნის წარმომადგენელი გამოჩნდა ისეთი, რომელმაც არ დაუჭირა ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას მხარი. ეს არის უნგრეთი, სლოვაკეთი, მათ შორის იტალია და ბულგარეთი. ამ ქვეყნებმა არ დაუჭირეს მხარი იმას, რომ საქართველოს ვინმეს გაერიყა ევროპისგან. ჩვენ ვართ უძველესი ევროპელი ერი და ვაგრძელებთ ღირსებით სვლას ევროპისკენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და კიდევ უფრო განვითარება. ხო, გავიხსენოთ ისიც, რომ 16 რიცხვში კვლავ შეიკრიბებიან ევროპული ქვეყნების საგარეო მინისტრები. აი იმ ფონზე, რაც ხდება ახლა თბილისის ქუჩებში და როგორც შუქდება და როგორი გამოხმაურებებიც არის საერთაშორისო დონეზე. ხომ არ არის მოსალოდნელი რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილება, მით უმეტეს რომ ბალტიის ქვეყნებმა მაგალითად თავიანთ ეროვნულ დონეზე სანქციები უკვე დაუწესეს, მათ შორის ქართული ოცნების დამფუძნებელს და მაღალჩინოსნებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აქ არის თუ არა მოსალოდნელი, რომ შეიცვალოს ის მიდგომა, რაც წინა მინისტერიალზე მაგალითად იყო ისეთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რაც შეეხება სანქციებს, აქედან დავიწყებ. ეს ქვეყნები ძალიან დიდი პატივისცემა თითოეულ მათგანს, მე მაგალითად ესტონეთში ვსწავლობდი 6 თვის განმავლობაში, მაგრამ ის ისტაბლიშმენტი, რომელიც წარმოდგენილი არის ევროკავშირში ამ ქვეყნების სახით, კრიტიკას ვერ უძლებს, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ეს ქვეყნები თხოვდნენ საქართველოს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელიც რეალურად იქნებოდა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. ეს ადამიანები ასევე თხოვდნენ საქართველოს, რომ გამოეშვა მიშა სააკაშვილი ციხიდან და პირდაპირ მიტინგებზე გამოდიოდნენ და რას არ გვაბრალებდნენ და რას არ გვეძახდნენ. თუმცა ის რომ კონსენსუსი აუცილებელი არის ევროკავშირში და ძალიან ბევრი ქვეყანა არის უკვე ისეთი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ამ პოლიტიკას, ესეც ფაქტი არის, მათ შორის დღეს გავრცელდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, მათ შორის ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. ლუქსემბურგის საგარეო მინისტრის განცხადება ჩვენ გავაცანით მაყურებს და რაც ეხება სიარტოს განცხადებას, იქ ძირითადი გზავნილი ეს იყო, რომ ოპოზიციას რო გაემარჯვა საქართველოში, არანაირი კითხვები არ იქნებოდა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და დემოკრატიის ზეიმად შეფასდებოდა. ის რაც ხდება ახლა არის იმის დამსახურება, რომ მართველი გუნდი დარჩა ხელისუფლებაში, ხო დაახლოებით ასეთი. ასევე სანქციების თემაც მინდა რომ გავაგრძელო, მათ შორის ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან იმით, რომ თუ კი შევადარებთ თუნდაც ღვინის ექსპორტს, ბევრად მეტი აქვს ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან, საქართველოსთან შედარებით, კონკრეტულად ღვინოსთან დაკავშირებით წარმოუდგენელი არის ასეთი ორმაგი სტანდარტები. ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდები, მე მჯერა, რომ ამ ყველაფერს კარგად იაზრებენ და ასე რომ იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც იყო 26 ოქტომბერს, რომ ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა და ის რომ არ დაუშვებენ, რომ სხვისი ხელით ამ ქვეყანაში მოხდეს კიდევ ერთი არეულობა. ეს არის სანქციებთან დაკავშირებით ის რომ გარკვეული საუბარი იყო უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით, ესეც ნაკლებად სავარაუდო არის ამ ეტაპზე ფაქტობრივად გამორიცხულია, ასე რომ კიდევ უფრო მეტად შეიცვლება ეს განწყობები. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, გვაქვს ჩვენი მიზნები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ და წარმოიდგინეთ გამჭვირვალობის კანონს რა არ დაუძახეს და პირდაპირ რაც არავის არ უთქვამს და რაც არსად არ წერია, გვედავებიან იმას, რომ თითქოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეჩერდა. ეს არის სრული სიცრუე, ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ის ქვეყნები, რომელიც მსგავს აბსურდულ გადაწყვეტილებებს არ უჭერებთ მხარს, მიხარია, რომ ამ ქვეყნების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. ხო, გიორგი, ჩვენ პარალელურად თვალს ვადევნებთ რა ხდება რუსთაველზე და ძალიან ძლიერი ხმა არის პიროტექნიკის ისვრიან, ახლა განახლდა როგორც ჩანს ეს სროლა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ნახეთ კადრებში, რომ პრინციპში სიჩუმე იყო და შედარებით მშვიდად გადაადგილდებოდნენ აქციის მონაწილეები. მართალია ცეცხლი იყო დანთებული, ბარიკადები იწოდა და ასევე ნაგვის ურნები, რასაც როგორც წესი უკიდებენ ხოლმე ცეცხლს მანიფესტანტები, მაგრამ ახლა არის ესეთი მორიგი ეტაპი,
როდესაც აი თქვენ ხედავთ რაღაც ბოთლები არის, როგორც წესი ქვის პატარა კენჭებით ავსებენ ხოლმე, ან შეიძლება ცოტა უფრო დიდი ზომითაც გააჩნია როგორ ეტევა ამ ბოთლებში ეს ქვები და მათ ისვრიან ასევე რა თქმა უნდა ქვებსაც ისვრიან საკმაოდ დიდი ზომის, ასევე ისვრიან აალებად სხვადასხვა ნივთებით და შემდეგ ცეცხლს უკიდებენ პიროტექნიკის გამოყენებით და ეს უცვლელი სურათი გვაქვს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ ვიცით რომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს კიდეც საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა. ახლა ხედავთ რომ რაღაც როგორც ფარს ესე იყენებენ სხვადასხვა მეტალის საგნებს და აი ასე გადაადგილდებიან. კაფეები, მაღაზიები გადაწვეს პირდაპირ, ხო ეს ყველა ნახეთ პირდაპირ ეთერში. ფაქტები არის ვანდალიზმის და როდესაც ჩვენ ვისმენთ იმ ადამიანების განცხადებებს, ახლა მე ლაპარაკი არ მაქვს ამ ყველაზე აგრესიულ ჯგუფებზე, მაგრამ მოქალაქეები, რომლებიც დგანან ადგილზე, მათი გზავნილი, ეს ყველაზე მოკლე გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში. არ ჩვენ არ გვინდა რუსეთში და არც არავინ არ მიდის რუსეთში, ამ ქვეყანაში არავინ არ დაუშვებს იმას, რომ კიდევ ერთი ომი მოხდეს. ამისთვის მუშაობს ქართული ოცნება, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. შეიძლება აქ დგანან 18-19 წლის ადამიანები არასრულწლოვნების პრობლემა, ცალკე პრობლემა არასთან დაკავშირებითაც უკვე ვისაუბრე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილს. შეიძლება არ ახსოვთ ამ ადამიანებს მაგალითად 2008 წლის ომი, ან არ ახსოვთ ის, რაც 2014 წელს ხდებოდა კიევში, ან არ ახსოვთ ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში რუსეთის აგრესია, რომელიც მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ასოცირდება მსგავს სურათებთან, რაც ახლა რუსთაველზე ხდება. ეს არის საკუთარი შენობების, შენი ისტორიული უბნების გადაწვა და მოუწოდებ ამ ადამიანებს გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა, ეს არის ამორალური, ეწინააღმდეგება მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც არის რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, ქვეყანამ გააგრძელოს თავისი განვითარება, რომელი კურსიც აქვს არჩეული. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ეს არის კანონდარღვევა, ეს არის ამორალური ქმედება და მათ შორის ორგანიზატორების ნაწილში, იმ ადამიანების ნაწილში, ვინც უშუალოდ ამ ყველაფერში იღებენ მონაწილეობას, ძალიან მკაცრი სასჯელი არის, მიმდინარეობს გამოძიება, ასობით ადამიანი არის დაკავებული, შემდეგ გამოშვებული, მათ შორის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი წესით. მოუწოდებ ამ ადამიანებს, რომ შეინარჩუნონ მშვიდობა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არის, მათ შორის ის, რომ აქტიური კომუნიკაცია გქონდეს ჩვენს ახალგაზრდებთან, ზოგადად ჩვენ საზოგადოებასთან და ჩვენ ამ მხრივ ყველაფერს ვცდილობთ, ასეც გავაგრძელებთ და არ დაუშვებთ იმას, რომ გარე ძალებმა, შიდა ძალების დახმარებით ამ ქვეყანაში მოახერხონ გარკვეული ისეთი პროცესების შექმნა, რომლის გამოსავალიც ძალიან რთული მოსაძებნი იქნება. დიდი მადლობა გიორგი მადლობა თქვენ. ჩაკვეტაძე.